ეხა მატერიალებს რო დავაცვით, M-ს რო დავაცვით, რაღაც გრაფას იგებთ, ხო? არა მისხოთ გრაფა? ლიცენზიის. არა, მატერიალები. არა უნდა ხო, მან ხო, ვისაც ეს გრაფას იგებთ, ამ ორივეს მოვნიშნავ. მე ამას ვიხსნა. კონკრეტულად. ამას? მატერიალების სლოტი არის ორნაირი. ეს არის უფრო რთული და უფრო კომპლექსურია, მაგრამ აქ უფრო კარგად გაიგებთ მატერიალები ზოგადად როგორ მუშაობს. მაგრამ დღეისთვის ეს მოდულში შევიდეთ და შევცვალოთ კომპაქტ მატერიალ ედიტორი და ამოვიდეთ ესეთ მატერიალებს. ამოვიდეთ, ხო? შემდეგ აქ physical material სადაც წერია, დავაცვეთ მაგას და აი აქ გვერდით ნახოთ კორონა და ჩამოშალოთ ეს კორონა. სადაც წერია physical material? ანუ ნებისმიერ ბურთულაზე თუ რაც არის რო ვდგავარ, აი აქ წერია ეს physical material. ხო, დავაცვეთ მაგას და გვერდით ნახოთ კორონა და ჩამოშალოთ. და ზოგადად ვიყენებთ ანუ კორონა legacy material უნდა ნახოთ. მეოთხე არის. ნახეთ, ხო? და ავირჩიეთ ეს კორონა legacy material. ავირჩიეთ? აი, მე ანუ ეს შეგვიძლია გადავაკოპიროთ просто ესე რა. კორონას რო ამოვხსნით, მე ვირჩევ კორონა legacy material მეოთხე. და ზოგადად ამ კორონა legacy material-ი მუშაობს რა ძირითადად კორონაში. და შემდეგ ეს ბურთულები თუ რაღაც შეგვიძლია გადავაკოპიროთ და ახლა ეს ყველა არის კორონას მატერიალი, ხო? ავიღოთ, ხო? აი, ხო, აქ ვირჩევთ ახლა, შეგვიძლია ავირჩიოთ ფერი, დავუშვათ მატერიალი, უნდა რომ იყოს წითელი, ხო? რაღაც, აი, ფერს მივცემ. ამას ორჯერ რომ დააკლიკავთ, გამოგიხდებათ აქ, რომ შეხედოთ როგორი არის. შემდეგ, აქ გვაქვს reflection ხედავთ, ხო? reflection ხდება. ამას რა უწევთ ბოლომდე, ერთი არის მაქსიმუმი. ეს ტიპი გაჩნდება, ანუ ძალიან ირეკლოს რა. reflection ემატება მაქსიმუმზე. და ახლა არის უკვე ანუ ესეთი მატერიალი. ეს შეგვიძლია გავადიდოთ ან დავაპატარავოთ, თუ ვინმეს თან პატარაა, გაადიდოთ ესე. რომ კარგად ნახოთ რა შევ. ხო, glossiness ნიშნავს, ანუ ეხლა პრიალები არის, მაგრამ რამდენად არა რეკლადი იყოს, ანუ ძირითადად ეს ერთზეაყენია ხოლმე, ამას რომ დაუწევ ეხლა ცოტა ქვემოთ, ანუ ეს კი რეკლავს, მაგრამ უფრო ისეთი ტიპი ხდება რა, აი დავუშვათ რაღაც პლასტიკის ნაირი ან რაღაც ეგეთი. ანუ ამით აკონტროლებთ მაგას, დავუშვათ, ხო? რამდენად სარკისებური იყოს. მე აქ გვაქვს refraction არის, ანუ გამჭვირვალობა. თუ ამას მოვუმატებ ერთზე, ანუ ეს იქნება მთლიანად გამჭვირვალე რა. ამ შემთხვევაში არ უნდა გამჭვირვალობა იყოს 0. და ანუ reflection-იც ახლა ჯერჯერობით 0-ზე დააყენებთ და მე ხის ტექსტურას რომ შემოვიტანთ, მე შევცვალოთ აქ რაღაცეები.
ხო, აქ ხა ფერის მარჯვნივ არის პატარა კუბიკებით. და დავაპრიკოთ ამ კუბიკზე და ანუ ეს არის მეთოდი რა. აქ შეიძლება ხა ავირჩიოთ სხვადასხვა რაღაცები და ამ შემთხვევაში გვინდა bitmap. Bitmap ნიშნავს, რომ რაღაც გარედან ასებული იმიჯი შემოიტანა მატერიალზე და ეგ დაადო. ავირჩიოთ ეს bitmap. და ნახოთ ჩვენი ეს მაგიდის ფოტო. და დავაწვეთ OK-ს. აი ეს პატარა რაღაც ესეთი ტიპი რო არის, ეს გიჩვენებს მრგვალი იყოს თუ ფლეიდი რა, შენი ეს შემოტანილი ის. პროსტა სანახავად არის. ეგ როგორ უნდა გავაკეთო? ეს? ხო. აი იქ. მე გავსტირდი. ეს? თვითონ სურათი. ეს? ეს თვითონ ეკრანზე როგორ გამოვიყენოთ? თვითონ ბურჩი არის. ხო. ბურჩი რო არის, აი ამასე და აჭერა ცვლირა ბურჩი გინდა იყოს. ყველა მეკითხო ანუ ეხლა ეს ამის მარჯვენა ფილაკი არის ზემო ანუ ეხლა ვართ ამ იმაში რა bitmap-ში. აქედან რომ ისევ დავბრუნდეთ თავარ მატერიალზე, აი ამას უნდა დავაწყოთ. და ისევ მატერიალის setting-ებში გადავიდეთ. ეხლა ჩვენი ეს მატერიალი რომ დავადოთ ამ plane-ს, ორნაირად ხდება რა. შეგვიძლია ეს plane-ი ავირჩიოთ და მატერიალი ავირჩიოთ. და აი ამ ფილაკით მოვაკოთ ეს მატერიალი. ან უბრალოდ შეგვიძლია ამას ერთხელ დავაკლიკოთ და წამოვიღოთ და გადმოვაკოთ. ან plane-ს რო ავირჩევ და ნებისმიერ ამ სერვისიდან მატერიალი დავადო, ვირჩევ ამ ობიექტს, მერე ვირჩევ მატერიალს და პირველი, მეორე, მესამე არის assign material to selection. და ამას რო დავაწვევით, მატერიალი ამას გადაედება. თემთანაც არ გადმოსულა და ეხლა გეტყვით ვისთანაც არ ჩანს ეს მატერიალი რომ გადავადეთ უკვე ანუ ობიექტს რომ რაღაცას გადავადეთ ეხლა რო ავირჩევ ამ ობიექტს აქ დააკვირდით რომ თეთრად ჩდება რა ანუ ეს ნიშნავს რომ თქვენი მატერიალი უკვე არის ამ ობიექტზე მაგრამ აი ეს ფილაკი თუ ჩართული არ არის ანუ აი ეს ბოლოდან მეოთხეა show shaded material in view ჩართულია ხო, ვისთანაც არ არის ჩართული, მოკლედ ეს ჩართულს, რომ შეიძლება ამის გამო არ აჩვენებს. გავიგეთ? ეხლა ყველასთან აჩვენებს თუ ვინმესთან არ აჩვენებს. ხო, კაი, ამასაც აქვს. კიდევ ვისთანაც არ აჩვენებს, შეიძლება იმის გამო არ აჩვენებს, რომ F3-ს უნდა დააჭიროთ, ანუ F3 ნიშნავს, რომ მართლა აჩვენებს.
ისე ვებსამს რო დავაჭერ, ანუ გვაჩვენებს მოცულობას, ხები? ანუ ნებისმიერ ხელში მუშაობს ეს, ანუ ვებსამს ეხლა დავაწვე. უკვე ხედავ. თუ ისევ დავაწვევი, ვერ ვხედავ. მივხვდით? აი, ყველასთან ხედავთ ეხლა ამ ფრეიმის მატერიალს. აი, გადავიდეთ ეხლა ისევ left viewport-ში. და ეს ეს გიზმო რომ გავაკეთოთ, დავაჭიროთ J არის შორტკატი ამის. ან ვებსამი არის კონტურების შეხება რა მარტო. აი, ყველას left view-ში ეხლა ეს ფრეიმი გვაქვს, ხო? ჩვენი მაგითა. ხო, ну, ცოტა ის არის გაწელილია ზემოთ ეს მაგითა და scale povedzit, რომ ეს არის scale A-ი არის შორტკატი. დავაწვეთ ამ R-ს და ოდნავ X-ზე ესე გავასხეიდეთ ცოტა. კაი. ეხლა უნდა მოვიფიქროთ, ანუ ეს მაგითა როგორ ავაგოთ, ხო? და ყველაზე მარტივი მეთოდია, რომ ეს line ავაგოთ და მე დავატრიალოთ, როგორც შიქა ავაგეთ, როგორც შიქა როგორ ავაგოთ. და ესენი უბრალოდ ცილინდრებით ავაგოთ და მე ქვედა ის დავაპატარავ, ქვედა ვერტექსები. კაი, ну, თავარი ახლა მაგიდაში, აი ეს ფეხი ავაგოთ line და ხო, დავიწყოთ მაგის აგება. გადავიდეთ აქ shape-ზე, ან geometry-დან, standard primitives, გადავიდეთ splines და აქ არის line. და ეხლა მივაახლოვოთ ესე ჩანდეს. და დავიწყოთ ამ იმის აგება. ქვემოთ ეს მოხრა გავაკეთოთ, უბრალოდ სწორი გააკეთოთ. line-ი სწორად წავიდეს, shift-ი არის ვიცით, ხო? და მოდით სადღაც, ანუ ნახევარზე რა არის. მე გადავიდეთ ზემოთ ისევ. და მე ამას შევერთებ ეს და close line yes. ანუ შეგიძლიათ ეს მოხრები თავიდან არ გავუკეთოთ. და ანუ კუთხეებით წახვიდეთ და შემდეგ გავაკეთოთ მოხრები. ანუ დაახლოებით ეხლა ეს ფორმა გავიმეოროთ და შემდეგ ეს გადავიყვანოთ convert to editable spline-ში. გადავიყვანეთ? აი დაახლოებით ესეთი spline-ების ოდენობა. მერა. კაი, ეხლა ანუ აი ეს კუთხე ხო არის აქ და უნდა იყოს ცოტა მომრგვალებული. ამისთვის ამ ვერტექსებში ამას ავირჩევ და ამას გადავაქცევ bezier. ანუ bezier ნიშნავს, აი შემიძლია ვაკონტროლოთ აი ეს რამდენად ის იქნება რა. შემიძლია გამოვწიო. თავიდან რო გავაკეთე. ხო, ანუ editable spline-ში რო გადავედით, მაგის მერე თუ სადმე კუთხე აქვს თქვენ ვერტექსს დაუშვათ აქ და უნდა იყოს ესე ჩამოყალიბებული, ხო აქ. ავირჩევთ ამ წერტილს და აქ არის ეს corner-ში. შეგვიძლია გადავიყვანოთ smooth-ში. Smooth-ი, ანუ ავაშვება რა და თუ გადავიყვანოთ bezier-ში შემიძლია ეს ვაკონტროლოთ bezier. ანუ ვთქვით ხო bezier-ი დაშვება. დამატებით იმას ნაწილს ჯოხებივით რაღაცას. და მწვანე იმებს რომ ვავკიდებ ხელს, ანუ შემიძლია ეს ჩემ გემოზე დავაკორექტოთ რა ეს ის. და ეს ალბათ ესე რო იყოს.
და ანუ ესე უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი ნახევარფერი. ანუ თუ გაგვექცა რაღაც ვერტექსები, ანუ დავუშვათ აი ეს აქ არის სადღაც და ეს აქ არის, ხო? და სწორად უნდა იყოს ერთმანეთი. ანუ ავირჩიოთ ეს და ჩავთვალოთ snap tool-ი. ხო ვისწავლეთ snap tool-ი რას აკეთებს, ანუ სანამ snap tool-ს გამოვიყენებთ, მარჯვენა კლიკით გავაკრიკოთ და გადავცვალოთ ეს ვერტექსებზე, აქ და grid point გავვიშოთ snap-ში და option-ში აი ეს პედაორი ჩავუთოთ კიდევ. ხედავთ, ხო? ანუ ვერტექსები უნდა ჩავუთოთ და ეს ორი ის უნდა მოვნიშნოთ, რომ შევძლო ახლა x-ზე წამოვიღო ეს და ზუსტად ამის პარალელურად დავსვათ. თუ კიდევ მეჩვენება რომ ეს რაღაცეები ანუ ძალიან იქით არის წასული, snap tool-ი გადაშეთ, როცა არ გჭირდებათ, ანუ დავუშვათ სადღაც აქ მოხვედროთ. ანუ უბრალოდ ამ ორივე ვერტექსს მოვნიშნავ და ანუ გადმოვწევ რა. ანუ ნებისმიერი წერტილი ახლა თუ არასწორად გიზის, შეგიძლიათ ახლა გაასწოროთ. ზეტი არის რაღაც დაგეკარგა. აი დავუშვათ აქ სადღაც დაიკარგა, ხო? მაგრამ აქ ხარ. ამას რომ ვნიშნავ და გადახვალ. Z-ს რო დავაწვევი, ცენტრზე მიგვიღოს რა. დაგაროჩას გიდები ჯიშა დავაწყო. ხო. მოჭრილი. აი ამ მომენტში არ ვიყავ. Madloba.